მძიმე ვითარებაში არიან და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ტრამპის წინადადებას დათანხმდება. თუ ტრამპმა გააგრძელა კიდევ ხო ის რეიტინგი რამ ხელაზე დაუვარდა რა ტრამპს ეს. პრობლემა ამისთვის ახლა კაც პოლიტიკოსია და პოლიტიკაშია და ფიქრობს, რომ მაქსიმალურად სწორედ წაიყვანოს. ძალიან ბევრი მარცხი განიცადა რა. აი ძალიან ბევრი სამწუხაროდ და ეხლა ფიქრობს, რომ ეს არის ერთ-ერთი ვარიანტი იმისი, რომ მან გაიმარჯვოს ამ რუსეთ-უკრაინის თემაში და ამას ჭირდება, ასე ვთქვათ, რომ პუტინი დაითანხმოს ამას და პუტინს დაითანხმოს და პუტინი თვითონ შავ-დღეშია, იმიტომ რომ ორ ცეცხლ შუა არის ჩინეთი და არის ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც ორივე მასთხოვს. აღარ იცის რა გააკეთოს და როგორ მოიქცეს რეალურად, მაგრამ გამოსავალი არსებობს. ჩინეთს ამერიკის მოლაპარაკებები ხა 9 მაისს კი არა, ჩინეთს მოლაპარაკებები მიმდინარეობს უკვე 2 თვეა და მეტი კიდე. კი. ფოტოშურს აი ჩინელები აი ეს რიადში მოლაპარაკებების დროს იქვე მოძრაობდნენ ისინიც იყვნენ ამ პროცესში. ჩვენ არ ვიცით უბრალოდ. ჩინელები პირდაპირ ამბობენ, რომ ჩვენ ხა იცით არსებობს სამხედრო საქმეში არსებობს ეს მომენტი, აი როგორ არყვევენ ვისი ქობინი გავარდა ვთქვათ არტილერიიდან რა. კოსმოსიდან ჩანს ფერები. სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ქობინები სხვადასხვა ფერად ანათებს კოსმოსიდან. კოსმოსში ყველაფერი ჩანს, ესენი ვერ პოულობენ ვერაფერს. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ არანაირი ჩრდილოეთ კორეა და არანაირი არსებობს ეს ყველაფერი. ჩრდილოეთ კორეა არის უბრალოდ გამტარი და ჩინეთიდან მოდის ძალიან ბევრი რამე, რაც კი შეუულიათ რომ დაეხმაროს რუსეთს, იმიტომ რომ გარკვეულწილად ჩინეთი იყენებს რუსეთს როგორც ყინულ ჭრელს ევროპის და ამერიკის წინააღმდეგ. იმიტომ რომ მიიღოს ის თავის ინტერესები, რაც მას ჭირდება.